და ბოლოს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს თვალი საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულდა. საერთაშორისო კონკურსმა წერს წელს 29 ქვეყანა გაერთიანა. ფესტივალის ჟიური ნომინანტებს 4 კატეგორიაში გამოვლენს, ესენია საუკეთესო კინო და ტელეოპერატორული ნამუშევარი, სარისკო კადრი და საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. ფესტივალის გამარჯვებულებს კი საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. ოქროს თვალის დასკვნითი ღონისძიება 16-18 ოქტომბერს გაიმართება. დაამთავრა მუშაობა შესარჩევმა ჟიურიმ. დღევანდელი დღისთვის ფესტივალზე წარმოდგენილია 105 ნამუშევარი და შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან არის ესე ვთქვათ სურვილი, რომ მიიღონ და გაიმარჯვონ ჩვენ ფესტივალში. სიახლე ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ამერიკის კონტინენტიდან არიან, კოლუმბიიდან, ასევე არის აფრიკის კონტინენტიდან, ეთიოპიიდან არის ნამუშევარი წარდგენილი. ფესტივალის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება პროფესიული ტექნიკის, სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან Sony, Panasonic, Canon, Fujifilm, Avid, Evertz. და პარალელურად გარდა იმისა, რომ გამოიფინება ტექნიკა ამ წარმოებლების, ჩატარდება პრეზენტაციები და სემინარები ამ კომპანიების მხრიდან. ძალიან დიდი პატივია, რომ ვიყო ამ ჟიურის თავმჯდომარე, იმიტომ რომ არის ძალიან ისეთი წარმომადგენლობითი ჟიური. ეს არის ხირო ნარიტა, ამერიკის კინოაკადემიის წევრი და ჯონ ჰენშალი, მსოფლიო ტელეოპერატორთა გილდიის ვიცე-პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთიდან. იქნება მაქს მესტრონი, ეს არის ორგანიზატორი, რამდენიმე იტალიური ძალიან სერიოზული ფესტივალი.